გიყვართ სწავლა? არა, ეგ უფრო არა. ეგ არის გულწრფელი. ვინც ამბობს, რომ სწავლა არ მიყვარს, ეგ არის გულწრფელი. ხო, გააჩნია რასაგანი, მაგრამ ზოგადად ადამიანს უფრო გართობა უყვარს, ვიდრე წიგნთან ჯდომა, მაგრამ მარტო გართობით საქმე არ გამოდის, ხო მართალია? მარტო გართობით არ გამოვა საქმე. ჩვენ თუ ჩვენი ისტორია არ გვეცოდინება, მარტო გართობით არ გამოვა საქმე. ჩვენი ენა თუ არ გვეცოდინება, ჩვენი რწმენა თუ არ გვეცოდინება. მარტო რა თქმა უნდა, თამაში თავის დროზე კარგია და აუცილებელიც არის ბავშვისთვის თამაში, გართობა, კარგი, აუცილებელია, მაგრამ ეგ ყველაფერი თავის დროზე, ესე იგი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. აი მაგალითად მე ესე ვიყავი ხოლმე, რომ ეხლა დიდად რო გითხრათ, დიდი მითის სწავლით გამოვირჩეოდი მეთქი მოგატყუებთ, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით, აი, როდესაც გაკვეთილები მომზადებული მქონდა ხოლმე და ეზოში ჩავდიოდი სათამაშოდ, უფრო არხეინად ვიყავი, უფრო ესე იგი არაფერი არ მაწუხებდა. უფრო თამამად თამაშობდი, არაფერი არ მაბრკოლებდა, ესე იგი. მაგრამ როცა გაკვეთილები მოსამზადებელი იყო და ამ დროს ჩავდიოდი სათამაშოდ, მაინც გულში რაღაც ხინჯად მქონდა, რომ ესე იგი ჩემი საქმე ვერ შევასრულე და თითქოს აი რომ გაიპარები სადღაც ეგრე ვიყავ. მაგრამ გაკვეთილი თუ მომზადებული იყო, მაშინ უფრო სუბუქად თამაშობდი და უფრო კარგად ვიყავ. შეიძლება თქვენც ეგრე ხართ. არა. საგმა კია. კაცია და გუნება. ზოგი ისეა, ზოგი ასე. ასეთი რამ არის ნათქვამი. აბა ერთი ქართული ანდაზა არის. უსწავლელი ქვაზე დაჯდა. აი როგორა? ქვას დაემატაო, ხო მართალი? ქვაზე გინდა ქვადებულა და გინდა უსწავლელი. ეგრე არ არის. აი მაგალითად უღრან ტყეში რო აღმოჩნდა ღამით და შორს დაინახო ქოხი. როგორი გინდა ეს ქოხი იყოს, ჩაბნელებული თუ განათებული? რატომ? იმიტომ რომ ვიღაც არის, ესე იგი ღვიძავთ. გესმით, ღვიძავთ და ახლა ხელა სიხარულია, რომ შენ ვიღაც დაგხვდება. იმ ჩაბნელებულ ქოხში აბა ვინ დაგხვდება? შენ თავი გაგჭირებია და არ გიჩვენია, რომ იქ განათებული ქოხი დაგხვდეს. რო შეხარ, იცი რომ სითბო იქნება. ვიღაცა ჩაის შემოგთავაზებს, დაგალევინებს. ჩაბნელებულ ქოხში არაფერი არ იქნება. აი ესეთივე არის განათლებული ადამიანი. თავისი სამშობლოსთვის, თავისი მეგობრისთვის, ადამიანისთვის განათლებულ ადამიანთან ადამიანი ბევრ ნუგეშს იპოვის. მაგრამ ახლა შეხედეთ, დაუშვათ და ესე იგი მეგობრისთვის დიდი სიმდიდრეა განათლებული ადამიანი და მტრისთვის კიდე სახიფათო ამბავია. დაუშვათ ადამიანი მიდის რაღაცის გასაქურდად, იგივე იმ ტყეში, იმ ქოხთან. რა ურჩევნია? განათებული თუ ჩაბნელებული? ჩაბნელებული ურჩევნია. განათებული ნიშნავს, რომ ესე იგი ამად ღვიძავთ, სახლში არიან და მე იქ ვერაფერს ვერ გავაწყობ. გესმით? ჩვენ თუ გყავს მეგობარი განათლებული, ეს ჩვენთვის დიდი ნუგეშია, მაგრამ თუ ვინმე სამტროთ მოდის, ჩვენი მეგობარი მისთვის საფრთხეა. გესმის, რომ ის დაგვიცავს ჩვენ თავისი განათლებით. ოღონდ განათლება და სწავლა ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ადამიანი ნასწავლი იყოს, მაგრამ არა განათლებული. გესმით? აი მაგალითად,
შეიძლება ადამიანმა ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ აი ამ ბევრ რამეს რაც მან იცის, თავის მოყვას არ მოახმარდეს საკეთილდღეოდ. და თუ არ მოახმარს თავის მოყვას საკეთილდღეოდ, არა? თუ ამით ვინმე სიკეთეს არ გაუკეთებს, ეგეთი ცოდნა არ ვარ. ანუ მარტო ის რომ იცი, ეგ არ ნიშნავს რომ აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ შეიძლება ადამიანმა იცის ძალიან სწრაფი სირბილი. ისწავლა სირბილი. მაგრამ ეს სირბილი თუ გამოიყენა იმისთვის რომ ვიღაცას გაეკიდა და ესე იგი ქაესროლა, ეგ არ ვარ. მაგრამ თუ ვიღაც გაჭირებულის დასახმარებლად გამოიყენა, ეგ კარგია. გააჩნია რაში გამოიყენებს. როგორ გვესმის ღმერთის ხმა, როცა ჩვენ რამეს ვთხოვთ? ღმერთის ხმა ესე პირდაპირ არ გვესმის ბავშვები. ესე ღმერთი პირდაპირ არ გვეუბნება. მაგრამ ადამიანი შინაგანად გრძნობს, ესე იგი. ადამიანს ხო სინდისი აქვს. ყველა ადამიანს აქვს სინდისი. თუ ადამიანი რამე ცუდს გააკეთებს, ეს სინდისი აწუხებს. აი შიგნიდან ღრნის ადამიანს და ტანჯავს. მაგრამ თუ ადამიანი რამე სიკეთეს გააკეთებს, პირიქით შიგნიდან გახარებს. შეიძლება არავინ არ დაინახოს შენი სიკეთე, აი რაღაც რო გააკეთე. მაგრამ შენ გახარებული ხარ. იმიტომ რომ შენმა სინდისმა იცის, რომ შენ სიკეთე გააკეთე. შეიძლება რაღაცა მოიპარო და ეგეც ვერავინ ვერ დაინახოს. და შენ ახლა ფიქრობდე, რომ ცუდად ყოფნის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ მაინც ცუდად იქნები, იმიტომ რომ შიგნიდან იმ სინდისმა იცის, რომ შენ ეგ გააკეთე და სინდისი არის ღმერთის ხმა ადამიანში. ღმერთის ხმა არის ადამიანში სინდისი. შეიძლება სინდისი ყველას აქვს. რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? ყველაზე დიდი ცოდვა ის არის ბავშვებო, რასაც არ მოინანიებს ადამიანი. რასაც წინასწარ მოიფიქრებს, წინასწარ განიზრახავს, რომ ეს ჩაიდინოს. ეგ არის ძალიან დიდი ცოდვა. და რასაც არ მოინანიებს, მაგრამ თუ ადამიანი ნანობს თავის ცოდვას, როგორი დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს, ღმერთი მოწყალია და მას მიუტევებს, აპატიებს. თქვენ შეგიძლიათ ქრისტეშობის შესახებ რამე გითხრათ, ეხლა ხო ქრისტეშობა მოდის. ახლა ჩვენ შეიძლება აქ ბევრი შეკითხვები წავიკითხოთ და რაცა, მაგრამ შეიძლება მთავარ აზრს ავწდეთ. მოდი ცოტა რამ ქრისტეშობის შესახებ ვთქვათ. თქვენი აზრით, ღმერთი ადამიანად რატომ მოვიდა? რატომ მოვიდა ღმერთი? რატო გვიხარია ჩვენ ქრისტეშობა? რა უფრო უნდა უხაროდეს ადამიანს, ახალი წელი თუ ქრისტეშობა? და რატომ? იმიტომ რომ იმიტომ და გვიხაროდეს ქრისტეშობა, რომ ახალი წელია, ხო? რასნის რა არის გამოგონილი? ახალი წელია გამოგონილი? ისე ყოველი ახალი წელი განა არ უნდა გვიხაროდეს, ყოველი ახალი დღეც უნდა გვიხაროდეს, ყოველი ახალი კვირა რო დაიწყება უნდა გვიხაროდეს. მაგრამ ახალ წელში თავისთავად მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. აი წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე, იცით რას ამბობს? ეს ახალი წელიო, აი წარმოიდგინეთ, გაუჭრელი ნესვია. ნესვი ხო იცით რაც არის? მაგრამ იმას რო გაჭრი, არ იცი იქ რა დაგხვდება. კარგია, გაფუჭებულია თუ როგორც არის. ახალი წელი მოდის. ჩვენ რა ვიცით ახლა 2026 წელში ბევრი კარგი მოხდება, ბევრი ცუდი მოხდება. ისევე როგორც არ ვიცოდით 2025 წელი რომ დადგა. ხო არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მაგრამ კაცი მაინც იმედით შეჰყურებს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კარგია თუ ცუდია, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ცუდია გამოდგა. ანუ წინასწარ რო გიხაროდეს და არიქა და ერთი ამბავი ატეხო და დღესასწაულად მიიჩნიო, ეს შეიძლება არ იყოს ბოლომდე მართებული, მაგრამ ქრისტეშობა ნამდვილად დღესასწაულია, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანების გადასარჩენად მოვიდა. ღმერთი ადამიანად მოვიდა.
რომ ადამიანები ეცხონებინან. ადამიანები უამრავ ცოდვაში რომ იყვნენ ჩავარდნილი, ამ ცოდვის გამო მარადიული ტკივილი შეიძლება ჰქონოდათ ადამიანებს, მაგრამ ქრისტე ღმერთი ადამიანად მოვიდა, ანუ იესო ქრისტე და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, იმისათვის რომ ადამიანი გადაერჩინა და გახარებული ყოფილიყო. ამიტომაც ჩვენ გვიხარია ქრისტეს შობა. მე ძალიან მინდა რომ ჩემმა კლასელებმა იარონ ტაძარში, ჩემი კლასიდან მხოლოდ 3-4 დავდივართ, რა გავაკეთო რომ ისინიც მოვიდნენ ტაძარში. აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ დავდიოდეთ 3-4 ადამიანი ცურვაზე რომ დავდიოდეთ კლასიდან და გვინდა რომ ჩვენი თანაკლასელებიც მოვიდნენ ცურვაზე. და ერთ ჩვენიერ დღეს მდინარეზე წავედით საბანაოდ და ჩვენ ჩავხდით მდინარეში და ესე იგი ჩვენმა კლასელებმა შეგვატყეს რომ მაინც და მაინც ვერ ვცურავთ ისე როგორც საჭიროა. მოუნდებათ რომ მოვიდნენ ცურვაზე? კი. აი მოდი მეორე შემთხვევა. ჩვენმა თანაკლასელებმა დაინახეს რომ ჩვენ ძალიან კარგად ვცურავთ. აი ისე ვცურავთ რომ სხედან და ფიქრობენ, ნეტა მეც ესეთი ცურვა ვიცოდი. როდის უფრო მოუნდებათ? რო დაინახავენ რომ კარგად ცურავენ. რატო ვამბობ ახლა ამას იცით? ჩვენ თუ გვინდა რომ ვინმე ტაძარში მოვიდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი ქრისტიანები, რომ სხვას მოვანდომოთ ეს. ნეტა მეც ასეთი გავხდე. ნეტა მეც ასეთი მშვიდი და თავაზიანი და ადამიანების მოყვარული გავხდე. გესმით? აი ჩვენ თუ დავანახეთ ჩვენი ცხოვრების წესით, რომ აი ესეთი კარგია ტაძარში სიარული, იმასაც მოუნდება. ახლა ჩვენ თუ ვერაფერი ვერ შეგვატყვა, დაუშვათ ჩვენ დავდივართ წლები ტაძარში და ჩვენი თანაკლასელები ვერ გვატყობენ, რომ ეს უკეთესი გახდა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო. რისთვის გადაწყვეტა რომ მოვიდნენ? აი მაგალითად ჩვენ საავადმყოფოში დავდივართ, მკურნალობთ. მაგრამ ჩვენმა თანაკლასელებმა ვერ შეგვატყეს, რომ ჩვენ გამოვჯამთელდით. ისევ გვახველებს, ისევ მოგდის ცხვირიდან. მოუნდებათ იმ ექიმთან მოსვლა შენ რომ დადიხარ? არ მოუნდება. მაგრამ თუ შეგვატყეს, რომ აჰა ეს ბავშვი აღარ ახველებს, ხედავ და შენი ვიკვდები ახველები ცხვირიდან ჩამოსდის სიცხე. ხო იტყვია რომ ნახე ეს ბავშვი როგორ გამოკეთდა. მოდი იქნებ ვიკითხოთ, როგორ, რანაირად. და მოუნდებათ იმ ექიმთან მოსვლა, თქვა რომ დადიხართ. ესე რომ ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ეხლა ჩვენს დროს კლასში იყო ხოლმე ღუმელი გვედგა ხოლმე. ეხლა არ ვიცი შეიძლება ცენტრალური გათბობებია ყველგან, მაგრამ ღუმელი ხო იცით რაც არის რა. ღუმელი იდგა ხოლმე და ეს ღუმელი ხო ყველას გვათბობდა. ხო ხშირად იყო ხოლმე, ხშირად იყო ასეთი რამე, რომ მივიდოდით ხოლმე და მიუცუცკდებოდით ამ ღუმელს, რომ ხელები გაგვეთბო ხოლმე. ეს ღუმელი ჩვენ კი არ დავგვდევდა, არა შენ უნდა გაგათბო, არა შენ უნდა გაგათბო. რო ვიცოდით, რომ ის თბილი იყო, ჩვენ მივდიოდით და ხელებს ვითბოდით. შენ რომ შეგატყობენ შენი თანაკლასელები, რომ აი ესეთი თბილი გული გაქვს, რომ შენი ქრისტიანული ცხოვრებით ესე გაგითბა გული, ესეთი გემრიელი და ტკბილი გახდე, შენთან მოვლენ და ესე იგი შენგან რჩევასაც იკითხავენ და გეტყვიან, რომ როგორ მოვიქცეთ ჩვენ ეკლესიური ცხოვრება, როგორ დავიწყოთ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ღუმელი ცივი რომ ყოფილიყო, ასე შემოუსხდებოდით? არ შემოუსხდებოდით. ისე რომ აი თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. აი თუ ამბობთ, რომ 3-4 ბავშვი დავდივართ, თქვენ თუ ეცდებით, რომ მართლაც მაგალითი იყოთ, ოღონდ ისე კი არა, რომ სხვის დასანახად ეცადოთ, რომ კარგად იცხოვროთ, არა? შინაგანად ასეთები თუ არ იქნებით. ეხლა აი ღუმელი, როდესაც ძალიან ცხელდებოდა ხოლმე, გარედან წითლდებოდა. ხო მართალი? გარედან წითლდებოდა, მაგრამ თუ სხვის დასანახად ვინმე მივიდოდა და წითელი საღებავით შეღებავდა, მაგრამ ცივი იქნებოდა, მივიდოდნენ სხვები? არ მივიდოდნენ. შინაგანად რო იქნები გულმხურვალე და კარგი რო იქნები,
მე შენთან მოსვლა მოუნდებათ. ხელებსაც გაითხოვენ, კიდევაც შეგეკითხებიან. როგორ გავხდეთ ჩვენც ეგეთე? მაგალითად, პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ერთი ასეთი ისტორიაა ცნობილი. წარმართები გაგიგონიათ ვინ არის კეფთაყვანისმცემლები? ანუ ადამიანები, რომლებიც ზოგი ქვას აღმერთებდა, ზოგი ხეს აღმერთებდა, ზოგი მზეს აღმერთებდა, ზოგი წყალს და ასე ცეცხლს და ასე შემდეგ. ღმერთი ეგონათ. და იმ დროში ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც. ქრისტიანობა იდევნებოდა. ერთ-ერთმა ასეთმა წარმართმა, კეფთაყვანისმცემელმა ადამიანმა თავის ოჯახში ქრისტიანი მსახური მოიყვანა. ოღონდ ახლა ამ ქრისტიანს უთხრა, რომ შენი რწმენის შესახებ ჩვენ ოჯახში არაფერი არ თქვა. კი ბატონო, ამაოთხა მე ხმას არ ამოვიღებ. გავიდა წლები, ესე იგი 3 წელი გავიდა. და იმდენად მოეწონათ ამ ქრისტიანის ცხოვრების წესი, რომ თვითონ ეკითხებოდნენ, ჩვენს გვასწავლე, როგორ გავხდეთ შენაირები. გესმით? ანუ თქვენ ის კი არ არის საჭირო, რომ მიხვიდეთ თქვენ კლასელებთან უთხრათ, წამოდი ტაძარში, წამოდი აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე, მარხვა შეინახე. თუ დაინტერესდებათ, კი ბატონო, ესეც უნდა უთხრა, როგორც სწორია, მაგრამ ჯერ შენ უნდა შეგატყოს, რომ მოეწონოს შენი ცხოვრების წესი. რა ხდება გარდაცვალების შემდეგ? ხედავთ და გვესმის რამეო? ჩვენ ვხედავთ და გვესმის რამე კი არა, ბევრი რამე. და იმაზე მეტი, ვიდრე ეხლა ვხედავთ და გვესმის. რომ ადამიანი გარდაიცვალება, იქ ბევრ რამეს აღმოაჩენს. რომ თურმე სინამდვილეში რა ყოფილა და ჩვენ კიდე რა გვეგონა. ადამიანი მიხვდება, რომ ნივთების გამო ჩხუბი არ აღის. რომ ეს ნივთები ადამიანს ბედნიერებას არ ანიჭებენ. ადამიანის განაწყენება არ ღირს, იმიტომ რომ ამითი შეიძლება მერე დიდი მწუხარება შეგვემთხვეს. ეხლა კი გონია, რომ შურს თუ ვიძიებთ, აი კარგად ვიქნებით. ერთს რო გვეტყვიან ჩვენ თუ 7 და 10 ვეტყვით იმის სანაცვლოდ, გონია, რომ ჩვენ სიტყვაში მოუგეთ და კარგად გული ვიჯერეთ, მაგრამ იქ აღმოაჩენთ, რომ ჯობდა დაგეთმო, ჯობდა გეპატიებინა. ჯობდა სამაგიერო არ გადაგეხადა იმ ადამიანისთვის. ჯობდა სხვას მეტი შეხვედრო და ის კანფეტი თუ შოკოლადი და შენ იმის გამო არ გეჭიდავა, რომ მე ამდენი და ამდენი მინდა. იქ ამებს აღმოაჩენთ, თურმე ეს არ ყოფილა ძვირფასი. და ძვირფასი ყოფილა დათმობა, პატიება, რომ შენ შეიყვარო, ვიდრე შენ შეგიყვარო, შენ რო გიყვარდეს და ასე შემდეგ. ღმერთი რატომ არ აჩერებს ომებსო? ღმერთი არ ძალადობს ბავშვებო ადამიანებს. ადამიანის არჩევანია ბევრი რამ. პირველი ომი სად არის? ადამიანის გულში არის ომი. ადამიანის გულში როა შფოთი, ის გარეთაც გადმოდის. თუ ადამიანის გულში მშვიდობა, მაშინ გარეთაც მშვიდობა. აი იმიტომ ხდება ამდენი ბოროტება. რატო ხდება ბოროტება? ეშმაკს უსმენენ და იმიტომ. აი ახლა თქვენ დაუშვათ, რამდენი თქვენგანი ამბობს აღსარებას, რამდენი ლოცულობს სახში. შეგიძლიათ ხელი აწვიოთ? აი რამდენი ლოცულობს სახში, რამდენი ეზიარება ხოლმე. აი წარმოედგინეთ, ახლა თქვენ რო ყველას ხელი აგეწიათ, კიდევ უფრო კარგად იქნებოდა საქმე. ანუ სიკეთე უფრო მეტი იქნებოდა. მე კი არ ვამბობ, რომ ის ვინც აღსარებას ამბობს, უფრო კარგი ბავშვია იმაზე, ვინც არ ამბობს აღსარებას. მაგრამ ის უფრო სწორად იქცევა. საქციელია ის უფრო სწორი. კარგი და ყველა კარგია, ღმერთმა ყველა კარგად შექმნა, მაგრამ ზოგი უჯერებს ღმერთს, ზოგი არ უჯერებს ღმერთს. აი ხო არსებობს საბავშვო ბიბლია, საბავშვო სახარება, კითხულობთ ხოლმე? აი იქ როგორც წერია, რასაც ამბობენ ის წმინდა ადამიანები, რასაც წმინდათა ცხოვრებაში წავიკითხავთ, ჩვენ თუ იმას მივბაძავთ, მაშინ სიკეთე გამრავლდება. ეს როგორც ჩანს უფროსის შეკითხვა, როგორ მიუდგეთ ბავშვებს, რომ გამოვგლიჯოთ, რა ვჭამოთ და რით გავერთოთ ამ მოჯადებული წრიდან. ცოტა ვერ მივხვდი, მაგრამ
როგორ მიუდგეთ ბავშვებს, რომ გამოგლიჯოთ, რა ვჭამოთ და რით გავერთოთ ამ მოჯადოებული წრიდან. მოდი ცოტა ხანი ვიფიქრებ, იქნებ რა მომივიდეს თავში. ვერ მივხვდი, შეიძლება არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი. როგორი მეგობარი გინდა რომ გყავდეს? კეთილი, კიდევ როგორი? ერთგული. რა მითხარი? ხარს რო გიჭერდეს, მეგობრული, სამართლიანი, გულწრფელი, ძდილობიანი, ერთგული, თავაზიანი, ქრისტიანი. როგორი? თავმდაბალი. ხო და აი გარი ნამდვილი მეგობარი. ეცადეთ რომ ეგეთი იყოთ მამაც. ეცადეთ რომ ეგეთი იყოთ. მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად ვფიქრობ რომ მეგობრის როგორც ასეთი მეგობრის სამკაული მაინც არის ერთგულება. შეიძლება მეგობარი ბრაზიანი იყოს. შეიძლება ძუნწი იყოს. მაგრამ შენი ერთგული იყოს. ესმის. ანუ იმის გამო რომ იმან რაღაცა იძუნწა, ნუ მიატოვებ. იმის გამო რომ იმან რაღაცის გამო თავი მოიწონა, მე ასეთი ვარ, მე ისეთი, ანუ ვერ არის თამდაბალი შეიძლება ისეთი, მაგრამ თუ შენი ერთგულია, მაშინ არ უნდა მიატოვო. გესმით? აი ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ერთგული არ არის, დანარჩენი რა თვისებებიც არ უნდა გქონდეს მას, ის შენს მეგობრად ვერ გამოდგება. შეიძლება ის ძალიან კარგია, მაგრამ აი ეს თავარი თვისება თუ არ აქვს შენი ერთგულება. ანუ აი მოდი ესე ვთქვათ, ვინც ერთგული არ არის, ის მაშინ მოღალატე. ხა მოღალატე მეგობარი გაგვანილა. მოღალატე, ესე იგი თავისი სამშობლოს მოღალატე, როგორ შეიძლება თავისი სამშობლოს რამეში გამოადგეს? ყორღანაშვილი გაგგონიათ? ყორღანაშვილი. აი ცოტა ხანში ცოტა რომ მოიზრდებით, გაიგონებთ, როგორ უღალატა მან თავის სამშობლოს. აბა ის რაში უნდა გამოდგომოდა სამშობლოს. მაგრამ ამავე დროს ცოტნე დადიანი გაგგონიათ? აი ცოტნე დადიანმა პირიქით როგორ უერთგულა თავის მეგობრებს. აი ეს, ეგ არის ზუსტად. რა არის მეგობრობა? აი ეგ არის მეგობრობა, რაც ცოტნე დადიანმა გააკეთა. ეგ არის მეგობრობა. როგორ გამოვარჩიოთ მეგობარი თუ საერთოდ ამის გაკეთება შეიძლება. როგორ არ შეიძლება? შეხედეთ ერთ ბავშვებს, იმასაც შეხედე, იმასაც. როგორ ადამიანთანაც დამეგობრდები, ნელ-ნელა შენც ისეთი გახდები. ეცადეთ რომ კარგი სამეგობრო წრე გყავდეთ. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინც შენ არ მოგწონს ზურგი აქციო. მაგრამ ყველასთან ერთნაირად გულგახსნილი ხო ვერ იქნებ. მაგრამ ყველას მიმართ პატივისცემით უნდა იყო გამსჭვალული. თუ ვინმე შენი დახმარება უნდა, მიუხედავად იმისა, მეგობარი არის თუ არ არის, თუ შეგიძლია, უნდა დაეხმარო. შენ ესე ვერ დაყოფ, რომ ეს ჩემი მეგობარია, მოდი ამას დავეხმარო, ის არ არის და არ დავეხმარო. ეგ არ შეიძლება. ეგ შენი ღირსება რომ ყველას დაეხმარო. არის მეგობარი თუ არ არის, რადგან გთხოვს, ან სულად შეიძლება ვერ გთხოვდეს. ზოგი ცოტა უთქმელია და შეიძლება ვერ გთხოვს, მაგრამ რო ატყობ რომ დახმარება უნდა. გვერდი რატო უნდა აუქციო? ეხლა დავუშვათ ვიღაცა წაქცეული ნახე. რა აუცილებელია რომ გთხოვს რომ ამაყენეო? ხო უნდა მიხვიდე და აყენო. დავუშვათ შეატყე რომ ვიღაცას კალამი გაუტყდა გაკვეთილზე. რადგინა იმის თქმა რომ კალამი ხო არა გაქვს მეორეო, თუ გაქვს მეორე კალამი, უნდა ამოიღო უთქმელად და უნდა მიაწოდო. გესმით? უნდა მიხვდე, ხო, უნდა დააკვირდე, მარტო შენ თავზე არ უნდა იფიქრო. აქეთ-იქით უნდა გაიხედო, მარტო შენ რომ კარგად ხარ, ეგ არ არის ადამიანობა. აი შენ რო სხვაზე იფიქრებ, ეგ არის ადამიანობა. რატომ უნდა ვეზიაროთ? რატომ უნდა ვიაროთ ტაძარში, რატომ უნდა ვილოცოთ? იმიტომ რომ ბედნიერები იყოთ ბავშვებო, ერთი ამ წუთის სოფელშივე გახარებული და მეორე კიდე თვითონ ჩვენთაგან ელოდება მარადიული სიცოცხლე.
და ადამიანი თუ განიღმრთობა, ანუ როდესაც ჩვენ ვეზიარებით, ღმერთი შემოდის ჩვენში. იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს. და უფალი ამბობს, რომ ვინც ამას მიიღებს, ამას ezიარება, მას თავის თავში უკვდავება ექნება. გესმით? ამიტომაც ადამიანი ხშირად ახსარებას უნდა ამბობდეს, ხშირად უნდა ezიარებოდეს, რომ განიწმინდოს სული, ღმერთს დაუახლოვდეს და მარადიული სიხარული ჰქონდეს ღმერთთან ახლოს ყოფობით. გესმით? ამიტომ აი ვინც არ ამბობთ ახსარებას, ეცადეთ რომ მიხვიდეთ მოძღვარი ნახოთ, კითხოთ როგორ დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება, როგორ თქვათ ახსარება. ახსარება რა არის? ნახეთ, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ ადამიანები, შენც ისე უნდა მოექცე სხვას. და დაუშვათ აი დადგა საღამო ხანი. მე დავფიქრდი ახლა დილიდან საღამომდე ვის როგორ მოვეკეცი. და თუ აღმოვაჩენ რომ რომელიმე ადამიანს ისე მოვეკეცი, მე რომ არ მომეწონებოდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეგ არის ცოდვა. და ჩვენ ეგ ახსარებაში უნდა ვთქვათ. და შეიძლება ბევრი ასეთი აღმოვაჩინოთ. აი ვიღაცაზე გავიფიქრეთ ისე ჩვენზე რო არ მოგვეწონებოდა, ვიღაცას რაღაც უთხარით ისე ჩვენ რო არ მოგვეწონებოდა. ვიღაცას როგორღაც მოვეკეცით, ჩვენ რო არ მოგვეწონებოდა და ამ ყველაფერს მიხვალ და მოძღვარს ეთქვი, მამო, მე ასე და ასე მოვიქეცი. აი ეს შევცოდე. და ღმერთი როგორც წეღანას ვთქვით, მოწყალია და შენ ამას მოგიტევებს. აი ხელებს რო იბან, ხელები ხო სუფთა ხდება. ახსარებას რო ამბობ, ჩვენი სული ციწმინდება. რატომ არის აუცილებელი ეკლესიაში წასვლას ლოცვისთვის და რატომ არა სახლში? სახლში შეიძლება ილოცო ბავშვო. ტყეში შეიძლება ილოცო, ტრანსპორტში შეიძლება ილოცო, სკოლაში მერხთან რო ზიხარ, თქვა რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. აი დაუშვათ, იცი რომ რომელიმე ოჯახის რომელიმე წევრი ავათ არის. და შენ წახვედი სკოლაში, მერხთან ზიხარ და გულში ამბობ, უფალო იესო ქრისტე შეეწიე ჩემს დედას თუ ძმას თუ მამას თუ პაპას თუ ბების, ვინც არის ავად. მაშინ ხო შენ არც სახლში არ ხარ ხატებთან და არც ტაძარში არ ხარ, მაგრამ ხოლოდ ცულობ. იმიტომ რომ ღმერთი ხო ყველგან არის. ღმერთი ჩვენს კლასშიც არის. აი სპორტზე რო დადიხარ, იქაც არის, ქუჩაშიც არის, ყველგან არის ღმერთი. სადაც არ უნდა იყო, ღმერთს რომ მიმართავ, ღმერთი ყველგან გისმენს. თუ შენი ლოცვა არის როგორი, იცი? აი წეღან რო გულწრფელი პასუხი თქვა, სწავლა გეზარებათ მეთქი და კიო. თუ გულწრფელი ხარ და ესე ლოცულობ, ღმერთი გისმენს. თუ გულწრფელი არ ხარ, არ გისმენს. იმიტომ რომ შენი ლოცვა შენს გულამდე თუ ვერ აღწევს ღმერთამდე, როგორ მივა? გესმით? შენ თუ გულით არ გინდა ის და თუ გულწრფელი არ ხარ, აბა მაშინ ღმერთამდე როგორ მივა შენი ლოცვა? არ მივა. მაგრამ ტაძარში განსაკუთრებით იგრძნობა მადლი ღვთისა. ტაძარი განსაკუთრებული ადგილია ლოცვისათვის. ტაძარი არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის ადგილი. ეს თვითონ უფალმაც თქვა, ჩემი სახლიო, სალოცველი სახლია, ანუ ღმერთთან სასაუბროდ ყველაზე კარგი მდგომარეობა ეს არის. როგორ მოიპოვება ცათა სასუფეველიო? ეს ახლა ბავშვების შეკითხვებია? პატარების თუ დიდებისაც ურევია? მე ახლა მეოთხე კლასში ამ შეკითხვას ნამდვილად არ დავსვამდი. ის კი არც კი გამახსენდებოდა ეგეთი რამე. ბურთთან ერთად ვიღვიძებდი და ბურთთან ერთად ვიძინებდი. როგორ მოიპოვება და ღვთისადმი ერთგულებით, თამდავლობით, სიყვარულით. თუ რამე შევცოდებთ, ახსარებით, მონანიებით, აი ესე მოიპოვება. და დანარჩენი, რაც ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვაკეთოთ, რაც ადამიანისთვის შეუძლებელი, ის ღმერთისთვის არის შესაძლებელი. რატომ არ არის მისაღები ტაძარში ქალისთვის შარლით მისვლა? ბავშვებო, ეხლა მაგალითად, ერთი საუკუნის წინ ეს შეკითხვა არავის არ მოუვიდოდა თავში. იმიტომ რომ მანდილოსანმა იცოდა, რომ ისე უნდა შემოსილიყო, როგორც მანდილოსანს შეშვენის, კაცმა იცოდა, რომ ისე უნდა შემოსილიყო, როგორც კაცს შეშვენის. მანდილოსანი
თავისი შესამოსლით მიდიოდა ტაძარში ისე როგორც შემოსილი იყო, კაცი ისე როგორც ის იყო შემოსილი. ანუ როგორც ეცოთ ისე უნდა მისულიყვნენ და ტაძარში კიდევ ცდილობდნენ რომ თუ რამე საუკეთესო ტანისამოსი ჰქონდათ, ის ჩაეცოთ და ასე მისულიყვნენ. გამოპრანჭული კი არა მაინც და მაინც, მაგრამ ყველაზე კარგი რაც ჰქონდათ. რატო? იმიტომ რომ ტაძარში მისვლა და ღმერთის სახლში მისვლა მათთვის დღესასწაული იყო. და ამ სადღესასწაულოდ უნდა შესაბამისად გამოწყობილიყვნენ, გესმით? მეხლა მაგალითად თქვენ რომ სახლში ხართ, იგივე ტანისამოსით დაბადების დღეზე ხო არ მიდიხართ? ხო რაღაცას მასიზავთ, ცოტა უფრო მოწესრიგდებით, ქორწილში არ მიდიხართ ისე. და ყველაფერზე აღმატებული კიდე ღვთის სახლია. თუ ჩვენ მეგობრის სახლში არ მივალთ მოუწესრიგებელი, ღვთის სახლში შეიძლება მოუწესრიგებელი მიხვიდე, არ შეიძლება. ამიტომ იქ უნდა მოწესრიგებული მიხვიდე. და საერთოდაც მანდილოსანს სახლში იქნება, ტაძარში იქნება თუ ეზოში იქნება, ჯობია რომ ისე ეცას, როგორც მას შეშვენის. თუმცა კი არ ვამბობ, რომ ცოდვაა თუ სხვანაირად ეცმევა, აი შარვალი თუ ეცმევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ეს უფრო ამშვენებს. ეცას ისე, როგორც მისი წესია, მისი ჩაცმის წესი. იესო ქრისტეს სიყვარული ხომ საოცრებაა. საოცრება. იესო ქრისტეს ისე უყვარვართ ჩვენ. წარმოიდგინეთ, აი იესო ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. საოცრება არ არის. ამხელა სიყვარული გამოავლინა ჩვენთვის. რას ნიშნავს წირვა? წირვა რას ნიშნავს? საღვთო ლიტურგია. წირვაზე ხდება გახსენება ქრისტეს ცხოვრებისა და წირვაზე თითოეული მოქმედება ქრისტეს ცხოვრებას განასახიერებს. როგორ მოვიდა ღმერთი ადამიანად, როგორ იშვა, როგორ უძღოდა მას წინ იოანე ნათლისმცემლის ქადაგება. აი მაგალითად დღეს ხო წირვაზე ვინც იყავით, აი წეროვნიდან ბავშვები. ისე ტაძარში ხო ესწრებით ხოლმე. მაგალითად აი ხო გინახიათ რომ მღვდელი რომ მოდის, მღვდელს წინ მნათე ანუ სტიქაროსანი ანთებული სანთლით რომ მოუძღვის. ხო გინახიათ? ეს ნიშნავს რომ იოანე ნათლისმცემელი იყო წინა მორბედი, ანუ იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა ქრისტეს შესახებ. რომ ქრისტესთან შესახვედრად ადამიანები გაემზადებინათ. წირვაზევე ხდება ქრისტეს ჯვარცმა, წირვაზე ხდება ადამიანების ზიარება ქრისტეს სისხლით და ხორცით. წირვაზე ხდება ქრისტეს ზეცად, ანუ მკვდრეთით აღდგომა, ზეცად ამაღლება. ანუ ეს ქრისტეს ცხოვრება და ეს არის ევქარისტია ნიშნავს სამადლობას, რომ ადამიანები მადლიერნი არიან ღვთისა იმის გამო, რაც ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა. ახლა თქვენ ცოტა პატარები ხართ, შეიძლება კარგად ვერ ჩაწვდეთ იმას, რაზეც ახლა მე ვამბობ, მაგრამ როგორი უნდა იყოს ადამიანი? ადამიანი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ღმერთმა შექმნა. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ადამიანი უნდა იყოს მეოჯახე. ერთ-ერთი თვისება ეგ არის. რას ნიშნავს მეოჯახე თქვენი აზრით? მოსიყვარული. აი მოდი ოჯახიდან ვთქვათ. ოჯახში ადამიანი როგორ უნდა იქცევოდეს? დილობიანად, წესიერად კიდე ერთგული, უვლიდეს, უყვარდეს. ერთმანეთზე ოჯახის წევრები უნდა ზრუნავდნენ თუ არა? ერთმანეთზე უნდა ზრუნავდნენ. აი ეგ ნიშნავს მეოჯახე. ოჯახის წევრები რომ ერთმანეთს პატივცემდნენ, ერთმანეთზე ფიქრობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გაითვალისწინებდნენ, უყვარდეთ ერთმანეთის სურვილებს და მიზნებს დააფასებდნენ. გესმით? მეოჯახე უნდა იყოს ადამიანი მარტო ოჯახში კი არა. კლასში უნდა იყოს მეოჯახე. კლასელებიც ერთმანეთზე როგორც ოჯახის წევრები ესე უნდა ზრუნავდნენ. მერე ეს კლასი, თვითონ ეს კლასი
თავის სკოლაში უნდა იყოს მეოჯახი, ანუ ეს კლასი მარტო თავის თავზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ აი ეს კლასი სხვა კლასზე უნდა ზრუნავდეს, ანუ მთელი სკოლა ხო კლასებისგან შედგება. აი ყველა კლასი თუ ესეთი მეოჯახია, მაშინ ამ სკოლაში მართლაც ბედნიერება იქნება სწავლა. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ წეროვნის სკოლიდან, ხო? როგორ დათქვით? მესამე საჯარო, რამდენი სკოლა წეროვანში? 2? 3? აი 3 სკოლა თუ არის, 3-ვე სკოლა თუ ერთმანეთზე იზრუნებს, ეგ იქნება ბედნიერება. ეხლა აღარაფერს ვამბობ, თბილისში, ეს მე-11 სკოლაო და თქვენ 107 სკოლა და ეხლა წარმოიდგინეთ, 100 სკოლა თუ ერთმანეთზე ესე როგორც მეოჯახე ესე ზრუნავს, რა ხელა ბედნიერება. ესმით, და მთელი საქართველო თუ ესე ზრუნავს ერთმანეთზე, ეს დიდი მეოჯახეობაა, მაგრამ ნახეთ საიდან იწყება, ოჯახიდან იწყება. აი ამ ზრუნვის სწავლა ოჯახიდან იწყება. ამიტომაც ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახს. იმიტომაც სამწუხაროდ არის მთელი ბრძოლა მიმართული ოჯახისკენ, ოჯახის სიწმინდისკენ, ოჯახის ერთობისკენ, მშობლის პატივისცემისკენ. ჩვენ თუ ეს შევინარჩუნეთ ოჯახის სიმტკიცე და მშობლის პატივისცემა, რაც უფრო მეტი ესეთი ოჯახი იქნება, მით უფრო ჩვენი სამშობლო მეოჯახე იქნება და ერთმანეთზე მზრუნვება. და ეგ არის ადამიანობა. და მაგ ადამიანობას ადამიანი ჯერ ოჯახში სწავლობს. და ბავშვი ოჯახის სარკეა, კი ბატონო. როგორც მოიქცევი გარეთ, ეგეთის დაბეჭდილება შეექმნება შენს ოჯახზე. აი მაგალითად, თქვენ ჩამოხვედით თბილისიდან, ესენი ქიწნისიდან, წეროვნიდან. მაგალითად, თქვენ თუ შეატყობთ ერთმანეთს, რომ ეს გოგონა კარგად მოიქცა, თქვენიც რა სიტყვით, აი წეროვანში როგორი კარგი გოგონები არიან. გესმით? თქვენ თუ კარგად მოიქცევით, ესენი წეროვანში ჩავლენ და იტყვიან, აი თბილისიდან რა კარგი ბავშვები იყვნენ, ეთყობა ისინი რა კარგები არიან ყველანი თბილისში. თქვენ თუ ერთად მერე საზღვარგარეთ მოგიწევთ წასვლა, დროებით 1-2 კვირით, დიდი ხანი არა. იქ იტყვიან, რომ აი ესენი საქართველოდან ჩამოვიდნენ და რა კარგი ბავშვები არიან, ეთყობა ქართველები ყველა ესეთები არიან და თქვენ იქნებით სარკე საქართველოს, ისე როგორც ხართ სარკე თქვენი ოჯახისა. ეხლა მაგალითად, თქვენ გინდათ, რომ თქვენს ოჯახზე ცუდი რამ თქვან. და როდის იტყვიან, იცით ცუდს, როცა შეგაწყობენ, რომ ცუდად მოიქცეთ, იტყვიან, რომ ეს ეთყობა ცუდი ოჯახიდან არის წამოსული. და სიცხვილე არ არის ჩვენს გამო, ჩვენს ოჯახზე რომ ესეთი რამე თქვან. ამიტომ უნდა ვეცადოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მარტო კი არ ვართ ჩვენი საქციელით, ჩვენს ოჯახს ან დალოცავენ და ამ პირიქით გაილანძღება ჩვენს გამო. იგივე ჩვენი კლასი, იგივე ჩვენი ქალაქი, ჩვენი სამშობლო და ასე შემდეგ. ზოგიერთი შეკითხვა რომ მეორდება, პირდაპირ გადავდებ ხოლმე, თუ არ გეწყინებათ. თუ ცუდი ფიქრები მაქვს, რა გავაკეთო? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი მაგალითად ბავშვებო, ეგ ცუდი ფიქრები თქვენი კი არ არის ბავშვებო. ნახეთ, ეხლა რა შეასაკ. არსებობს ღმერთი და არსებობს ეშმაკი. გესმით? ეშმაკი ცდილობს, რომ თქვენ ცუდი ფიქრები მოგიტანოთ. მაგრამ თუ ცუდია ფიქრი, იმას კი არ უნდა ჩაუკვირდე. აი მაგალითად, აიღე ვაშლი და უნდა შეგეჭამა. და ნახე, რომ დამპალია. ეხლა რა სიზავ, დაიწყებ იმის გასინჯვას, აბა როგორი გემო აქვს ამ დამპალს. აიღებ და გადააგდებ ხო მართალი. ცუდი ფიქრებიც ესე, როცა რაღაცა ცუდი მოგდის, კი არ გასინჯო, კი არ განიხილო, კი არ იფიქრო იმაზე რა არის. აიღე და მოიშორე პირდაპირ. მაგრამ მარტო ესე პირდაპირ რომ მოიშორო, ზოგჯერ არ გამოდის. ამიტომ ჩვენ ღვთის დახმარება გვჭირდება. უნდა ილოცო უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. შენ შემეწიო რომ თავი დავახციო ამ ფიქრებს. თან ილოცო, თან არ იფიქრო იმ ცუდ რაღაცაზე. როგორ მოვიქცე თუ მართალი ვარ და არ მიჯერებენ. თქვი ერთხელ, რასაც ფიქრობ.
და თუ არ გიჯერებენ და არ აპირებენ შენს დაჯერებას, მაშინ 7-ჯერ იტყვი თუ 7-ჯერ ერთ და იგივე იქნება. არ მოისმენ, თუ არ უნდათ არ მოისმენ. ახლა მაგალითად აი ჩვენ რო გვინდოდეს რომ ბოთლში წყალი ჩავასხათ და ამ ბოთლს თავი აქვს დაფარებული, თავზე დაფარებული აქვს. რო ჩავასხათ, ჩავაშიგნით? აი 1 ტონა წყალი რო დავასხათ, ჩავა? არ ჩავა. მაგრამ თავს თუ მოხდი, თითოეული წეთი ჩავა და არ დაიკარგება. ანუ ეს თავდახურული ჭურჭელი გავს იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა მოსმენა. და თუ არ უნდა მოსმენა, მილიონჯერ რო უთხრა, არ მოგისმენს. და ვისაც აინტერესებს შენ მართლაც მართალი ხარ თუ არა, იმას ერთხელაც რო უთხრა, გაიგებს. თუ არა და თუ არ იჯერებენ რომ მართალი ხარ, მიენდე უფალს. და წმინდა წერილში წერია რომ შენ სიმართლესო, აი როგორც დღე რომ ზეანათებს და ყველაფერი კარგად ჩანს, აი ესე გამოააშკარავებს ღმერთი შენ სიმართლეს. ოღონდ ცოტა უნდა მოითმინო. როგორ შემოვირიგო მეგობარი თუ ბოდის არ იღებსო. ჩვენ ვეცადოთ ბავშვებო თუ ვინმეს ვაწყენინებთ, მართლაც გულწრფელად მივიდეთ და უთხრათ, შენ რა ქვია? ანდრია? აი უთხრათ, ჩემო ანდრია, მე მაშინ თუდად მოვიქეცი. მაპატია რომ ესე დავაშავ. და მე მინდა რომ შენთან მეგობრობა გავაგრძელო. არ მინდოდა შენთვის რომ გული მეტკინ. ოღონდ ამას გულწრფელად უნდა ამბობდე. ისე კი არა რომ ზოგჯერ ასე ხდება ხოლმე რომ ადამიანს თვითონაც არ უნდა ბოდიშის მოხდა, მე მართალი ვარ, მაგრამ აჰა, მეც ბოდიშს გიხდი. ეგრე კი არა, ეგეთი ბოდიში არავის არ. აი მიხვიდა გულწრფელად, ანდრე, ჩემო მეგობარო, მე ვიცი რომ გული გატკინე, მაგრამ ეს არ მინდოდა. მაპატია, ბოდიშს გიხდი. და წამოხვიდა და დაელოდო. ეხლა ანდრიას დაუტოვე საფიქრალ, ის კი არა რომ კიდე მიხვიდა და შეაწუხო. ერთხელ მივიდა შენდობას თხოვე. მე უკვე დაელოდო. მე უკვე შენი გასაკეთებელი აღარაფერი აღარ არის. გარდა იმისა, რომ მისთვის ილოცო, რომ მას გული გაუთბეს. მე უკვე მის არჩევანზე არის ბევრი რამე დამოკიდებული. თუ საუკეთესო მეგობარმა მიგატოვა, რა უნდა ქნაო? ჯერ უნდა გაარკვიო, რატომ მიგატოვა. თუ მართლაც საუკეთესო მეგობრები იყავით, რატომ მიგატოვა? იქნებ ჩვენშია მიზეზი. თუ გამოარკვევ, რომ შენში არის მიზეზი, უნდა შენდობას თხოვო. თუ ვერ იგებ მიზეზს, რა ხდება, რაშია საქმე? მეგობრები არ ხართ, მიდი და კითხე, რატომ მიგატოვა, რატო აღარ უნდა შენთან ურთიერთობა. მაგრამ თუ აღმოაჩინე, რომ იმიტომ მიგატოვა, რომ აი რაღაცა შენი ერთგულება აკლდა მას, მაშინ უკანაც ვერავის ვერ გამოეკიდები. რა ჩემი აზრი ესეთი. რა სამწუხაროდ ხდება ეგეთი რაღაცები. მამო იქნება რჩევა მოგცეთ მშობლებს დღევანდელი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ტაძარში სიარული და ნამდვილ ქრისტიანებად აღზარდოთ. ხშირად ამას დროის გამო ვერ ვახერხებთ. აი თავში რომ მოცურავებზე გითხარით, ხო გახსოვთ? როგორ შევაყვაროთ? ხო გინახიათ რომ აი დავუშვათ ადამიანი მაძღარია, მაგრამ ვიღაც ისე გემრიელად ჭამს რაღაცას რომ მოგანდომებს. ხო გინახიათ? აი ვიყოთ მშობლები ისეთი გემრიელი ქრისტიანები რომ ბავშვს მოუნდეს რომ ნეტავი მეც ესე მაგალითის გარეშე სამწუხაროდ ისეთი რამეებიც ხდება, ეხლა რადგან მშობლებმა დასვე შეკითხვა ბავშვებს ცოტა ხნით ბოდიშს მოუხდი, მაგრამ ისეთი რაღაცეებიც ხდება რომ მშობელს უნდა რომ ბავშვი მიიყვანოს ტაძარში, მაგრამ აი როგორც აქ არის ნათქვამი, თვითონ დრო არ აქვს. და რაში ჯობია ეს დრო დახარჯოს? იმაში რომ ადამიანი ღმერთს დაუახლოვოს, თუ იმაში რომ წელებზე ფეხი დაიდგას და წავიდეს და პლანშეტი უყიდოს. ხშირად სამწუხაროდ სხვანაირად ხდება. ჩვენ ვეწალებით შრომობთ რისთვის, რომ ტანისამოსი უყიდოთ, რაც მნიშვნელოვანია. რომ გამოვყვებოთ, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ვასწავლოთ, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი რაც არის, იმისთვის დრო არ აღრჩება. და არც ჩაცმული ბავშვიც გვინახია, ასე იგი უბედური რო იყოს,
ადამიანი ნაჭამიც გვინახია ესეთი, ნასწავლიც გვინახია ესეთი, მაგრამ განათლებული და ღმერთთან ახლოს მყოფი და სინდის დამშვიდებული უბედური არ იქნება. და ჩვენ იმისთვის, რაც მართლაც აბედნიერებს ჩვენ შვილებს, დრო არ გვაქვს. და აი მეორე ხარისხოვანისთვის ყველაფერს გააკეთებს ადამიანი, რომ დრო გამონახოს. აი მართლაც ყველაფერს. არა და რო დავაკვირდეთ, ჩვენ დრო საკმარისად გვაქვს. იმისათვის, რომ ესეც მოასწრო. უფალი ამბობს, პირველათო სასუფეველი ეძებეთო და მისი სიმართლეო და დანარჩენი მოგეცემათ ყველაფერი. აი მოგეცემათ და ჩვენ უნდა ვენდოთ უფალს, ეს ნდობის საკითხი. თუ ადამიანი არ ენდობა უფალს და ენდობა უფრო თავის ხელმარჯვეობას, გამჭრიახობას და სხვა, ის მალე მიხვდება, რომ წაიმტრევს სადღაც ხვრის და არ აღმოჩნდება ისე როგორც ეგონა. მალე მოხდება ეს. ზოგ შემთხვევაში უფრო მალე, ზოგ შემთხვევაში უფრო გვიან. მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს, როდესაც საუბრობს შვილების აღზრდის შესახებ. ჩვენ შვილებს ფულის შოვნის ხელოვნება კი არა, ფულის არად ჩაგდების ხელოვნება უნდა ვასწავლოთ. ეხლა ჩვენ დავაკვირდეთ, ყველა ის წრე, ყველა ის მასწავლებელი თუ სხვა, რისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი შვილი ხორციელად იყოს კარგად. ეს საბოლოო ჯამში რაც წმინდა იოანე ოქროპირმა თქვა ერთი წინადადებით, ფულის შოვნის ხელოვნება. ჩვენ ამას ვცდილობთ ვასწავლოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვასწავლოთ, რომ ფულის არად ჩაგდების ხელოვნება. განა არ უნდა იზრუნოს ხორციელზე, მაგრამ პირველ ადგილზე რა დააყენოს, აი ეს აქცენტები მშობელმა სწორად უნდა დასწას. რითი? თავისი მაგალითით. თუ ახლა შვილი ჩვენ შემოგხედავს, რომ დედა თავის ხორციელზე თუ გარეგნულზე თუ შესამოსელზე თუ სხვა, თუ სალონში წასვლაზე თუ სარკის წინ დგომაზე 1 საათს ხარჯავს დღეში, მაგრამ 5 წუთიც ვერ დაინახა ხატების კუთხეში მლოცველი. განა აქცენტი უკვე გაკეთებული არ არის. მშობელმა ხო გააკეთა ეს აქცენტი. თუ შვილი დაინახავს, რომ ესე იგი არაერთხელ დახარჯულა თანხა იმ სუფრაზე თუ რესტორანზე თუ რაღაცა გასართობზე და იმის მიათედიც გაჭირებულს არ მოხმარდა და ეს შვილმა არ დაინახა, განა აქცენტი გაკეთებული არ არის. ამიტომ აი მშობელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მოვკიდოთ შვილს ხელი, წავიყვანოთ, ერთად დავეხმაროთ ვიღაცას, ერთად დავდგეთ ხატების კუთხეში. დაინახოთ ჩვენმა შვილმა, რომ ჩვენ შეგვეძლო ხორციელად კიდევაც მოგველხინა, მაგრამ რადგან მარხვა იყო, თავის შევიკავეთ რომელიღაც სუფრაზე, არ წავედით, იმიტომ რომ მარხვა აშვილო და მე მირჩევნია სახლში ვიყო შვიდაწყნარად, ვიდრე იქ ახლა იქ სასმელი მივიღო, რაღაც ზედმეტობა იქ ცეკვა თამაში და ასე შემდეგ. ამას რო შვილი დაინახავს, წიგნთან დაკავშირებით კიდე, აი უბრალოდ ახლა გულწრფელად დავფიქრდეთ. ბავშვების თანდასწრებით კი ამ თემაზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი და არც არის მიზანშეწონილი, მაგრამ ახლა ცალკე როდის შევხვდებით კიდე. გლახის ნაამბობი ხო ყველას წაგვიკითხავს, გვინახავს ფილმი. გახსოვთ გაბრიელი რომ დათიკოს გაყვება, ქალაქში რომ გაყვება. ხო გაბრიელი და დათიკო ხო სახელები ხო არ მეშლებ. თავის ბატონის შვილს რო გაყვება, ხო? გაბრიელი რო დაინახავს ერთ ბიჭს, რომელსაც წიგნი უჭირავს და ხან იცინის, ხან ჩაფიქრებულია, ხან მოწყენილია, ხან ინტერესით უყურებს ამ წიგნს და გაბრიელმა კითხვა არ იცის. მაშინ ახლა კითხვა წერა კითხვა ყველა მარიცოდა და სთხოვს რომ იქნება მასწავლო წიგნი. ანუ წერა კითხვა მასწავლო. დაინტერესდა. რატო დაინტერესდა? იმიტომ რომ ის ბიჭი მთელი ინტერესით იყო ჩაფლული და შვილი ხშირად ხედავს ესეთ მდგომარეობაში, რომ აი წიგნი გვიჭირავს და რაღაცას თვალს ვერ წყვეტ და რაღაცა ხან გვახარებს. ახლა ნოდარ დუმბაძის წიგნს რო კითხულობ, მართლა ისეთია, ხან ტირი ხარ და ხან იცინი ხარ ერთი და იგივე წიგნში ესეთი რაღაცები ხდება და შვილს ხშირად დაუნახი ვართ, რომ ესე ინტერესით ხან ჩაფლული ვართ, ხან ვიცინით, ხან წუხარებთ. და შვილი რაში ხედავს, რაში ვარ ჩართულები და რაშიც ხედავს,
იმას აკეთებს მე. ხო და ეს ჩვენი რეალობაა. სამწუხაროდ დიდებიც ჩვენ ბავშვებზე ვამბობთ, მაგრამ დიდებიც ამ ჭაობში ვართ. ერთი და იგივე ჭაობში ვართ ყველა. ისე რომ სანამ შვილზე ვიტყვით როგორ მივიყვანოთ ტაძარში, კითხვა რაც იყო მე იმას უბრუნდები, იმაზე ვიფიქროთ ჩვენ როგორ მივიდეთ ტაძარში და როგორ მივცეთ მაგალითი ჩვენ შვილებს. და თუ ჩვენ გაიოლება მოგვინდება საქმისა, რომ ჩვენს მიუსვლელად ის მივიდეს, კი ეგეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ უფრო ძნელად. ამიტომ დასაფიქრებელი საკითხი. ხო არ მოიწყინეთ ბავშვებო? რატომ არ შეიძლება კაცებისთვის ქუდით და შორტით შემოსვლა ტაძარში? კაცებისთვის ახლა შორტზე, მოკლე შარვაზე წმინდა წერილში, რა ვიცი, არაფერი არ წერია. მაგრამ ქუდზე წერია და რა წერია ახლა? ეს შორტი არის ჩვენი კომფორტის ამბავი. დღეს ხო ადამიანი ისეთი გახდა, რომ აი ყველაფერში სიამოვნება უნდა რომ მიიღოს რა. სადაც ესე იგი 8 წლია საჭირო და ჯაფაა და შრომაა საჭირო, იქაც კი ადამიანის სიამოვნებას ეძებს და ქუდით იმიტომ არ უნდა შევიდეს, რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ვინც თავდაბურული ლოცულობსო, ის არ ცხენსო თავის თავს, კაცზე ამბობს. მანდილოსანზე ამბობს, მანდილოსანი თავდაბურული უნდა ლოცულობდესო, რადგან ეს არის მეუღლისადმი მორჩილების ნიშანია, თავდაბლობის ნიშანი. და თუ ქალს არ უნდაო, რომ თავი დაიბუროსო და ისე ილოცოსო, მაშინ აბა თმებიო, ესე იგი, ზოგან წერია შეიჭრასო, ზოგან გადაიპარსოს, ესე თანამედროვე ქართულით რო ვთქვათ რა. მაგრამ ხო სირცხვილიაო ქალისთვისო ეს რო გააკეთოსო, რადგან თმებიო მას სამკაულად მიეცაო. კაცმა რო გძელით მაგაუშვასო, ეს არის მისთვის სირცხვილიო. ქალმა თუ მოკლედ შეიჭრას, ეს არის მისთვის სირცხვილიო და თვითონ ბუნებაც გვასწავლისო, რომ ქალს ეს უხდება და კაცს ეს უხდებაო და მაგრამ ბოლოს ამბობს ძალიან მნიშვნელოვან რაღაც. მაგრამ ვისაც კამათი უნდა, ანუ ვინც არ გვიჯერებს და კამათი უნდა, არც ჩვენო და არც ღვთის ეკლესიას ეს ჩვეულება არ აგვაქვს. რომ ვიღაცას დავდგეთ და ვეკამათოთ გინდა თუ არა ასეა თუ ისეა. აი ჩვენ გითხარითო ღვთის წინაშე რაც არის სწორი და ეხლა დანარჩენი თქვენ იცით. ჩვენ საკამათო დრო არ აგვაქვს. აი ესე ვთქვათ რა. შორტებს რაც შეეხება, ეხლა შორტით რანაირად უნდა შევიდეს ტაძარში სალოცავთან. ესე მითხარი. შორტს თავისი ადგილი აქვს. აი ფეხბურთის მოედანზე კი ბატონო. შორტით უნდა გავიდეს. ეხლა დიდი ბათინკებით რო გავიდეს და კარგი თბილი შარვლით რო გავიდეს ადამიანი ფეხბურთის სათამაშოდ. კარგად ირბენს. და იქ თავისებური წესი აქვს. ეხლა თბილად ჩაცმული, აი თქვენი მასწავლებელი რო ქურთუკი რო აცია, ესე რომ მოცურავეები რო გადახტნენ აუში და შეეჯიბრონ, სწორი იქნება. ხო და ყველაფერს თავის წესით არ იგებს რა ვაშკაცო. არსებობენ დაცემული ანგელოზები, ანუ ეშმაკები და ისინი სხვადასხვა ისინი ანუ უხილავები არიან. უსხეულ ერთ წუთი დაგინახე საყვარელო. ისინი უსხეულ მათ ხორცი კი არ აქვთ, აი ჩვენაირი სახე კი არ აქვთ, მაგრამ ისინი სხვადასხვა სახით ეცხადებიან ადამიანებს. შეიძლება ის სახეც მიიღოს, რაზეც ახლა შენ ლაპარაკობ. ანუ სხვადასხვა სახით ეჩვენებიან ადამიანებს, რომ ადამიანები შეაცდინონ, შეაშინონ, რაღაცა ცუდად ამყოფონ. გაჯეტებთან დაკავშირებით რას გეტყვით და რა გითხრათ, რა გინდათ რომ გითხრათ? ეს არის ისეთი კარგი რამ, რომ მაგის გარეშე არ შეიძლება არსებობა. გაჯეტებთან დაკავშირებით ბავშვებო, იმას გეტყვით, რომ ბავშვებო, გაჯეტი, რა არის გაჯეტი? აი პლანშეტები, ტელეფონები, სმარტფონები, რაც ხელში გიწირავთ და
რასაც ქროლავთ, აი მასწავლებელი შემომეშვერა. გაჯეტებთან დაკავშირებით ჩემო ცუნცულა იმას გეტყვით, რომ ყველაფერი ზომიერად მოხმარებული არის კარგი. ზომიერად. უზომო არ ვარგა არაფერი. ეგ ჩვენ ძალიან ბევრ დროს გვართმევს. აი წეღანაც ამბობთ, მარტო თქვენ კი არა პატარებს, დიდებს ჩვენც ძალიან ბევრ დროს გვართმევს. ძალიან ძვირფას დროს გვართმევს. ესმით, ეხლა შენ წარმოიდგინე. ცხოვრებაში ყველას თავისებურად განსაზღვრული დრო აქვს. განუსაზღვრელი დრო არავის არ აქვს. და თუ ადამიანმა სწორად გამოიყენა თავისი პირადი დრო, ის ძალიან წარმატებული ადამიანი იქნება. და თუ წარმატებული არ არის ვინმე, ეგ იმას ნიშნავს, რომ მან თავისი დრო არ გამოიყენა სწორად. თავისი ენერგია, თავისი ნიჭი, ღვთისგან მოცემული ნიჭი, რომელი ნიჭიც ყველას აქვს, არ გამოიყენა სწორად. და იმას, რომ ადამიანმა თავისი დრო, ენერგია და ნიჭი სწორად და თანმიმდევრულად გამოიყენოს, ამას ქვია ერთი საოცარი სიტყვა. რა სიტყვა ქვია ამას? რა სიტყვა ქვია? და თუ ეს სიტყვა ადამიანს მთელი ცხოვრება ახსოვს, ის ნამდვილად იქნება წარმატებული. ოღონდ თუ ასრულებს იმ სიტყვას, თუ იმ სიტყვის მიხედვით ცხოვრობს, რა შეიძლება იყოს? ადამიანმა თავისი ნიჭი, დრო და ძალები თუ სწორად და თავის დროს გამოიყენა. რა ქვია ამ სიტყვას? მოდი დავწერო, კარგად. იქნებ სულაც იმისთვის ჩამოვედით, რომ ეს ერთი სიტყვა დაგვემახსოვრებინ. იქნებ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ვიცით, იქნებ გამოგვადგეს. რა არის? არ თამაში თუ სწორად გამოიყენა, წარმატებული იქნება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. აბა თადარიგი თადარიგი ბავშვებო, ნახეთ ახლა შეხედეთ. თუ ყველაფერში ადამიანმა ეს თადარიგი დაიჭირა და იგივე რაც თქვა მასწავლებელმა, ამ თადარიგშია ის ზომიერებაც, ის თავის დროზე რო აკეთო. თავის დროზე თუ იმ გაჯეტსაც აიღებ, ოღონდ იმდენი ხნით, რამდენიც აი ამ თადარიგს შეესაბამებ. თავის დროზე წიგნს აიღებ, თავის დროზე ივარჯიშებ, შენს ნიჭს განავითარებ, დროს, ნიჭს და ენერგიას სწორად წარმართავ, აუცილებლად წარმატებული იქნებ. აუცილებლად. მაგრამ ეხლა ნახეთ, დავუშვათ გაქვს ნიჭი. მაგრამ შენ დრო ვერ გამონახე, რომ დავუშვათ გაქვს სიმღერის ნიჭი. და დრო ვერ გამონახე, რომ შენ გემეცადინა. ეს დრო დაუთმე გაჯეტებში, დრომიალში. წავიდა შენი ძვირფასი დრო. ნიჭი კი დაგრჩა, ადამიანი გახდა 50 წლის. ეხლა ეს ნიჭი კი ჰქონდა, მაგრამ რო ვერ განავითარა, ისევ პატარა ნიჭი დარჩა. ამას არა და გავფუჩქნა ჭირდებოდა. დრო იმდენი აღარა აქვს. იმიტომ რომ შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს, საზრუნავი აქვს, იმდენი დრო კი აღარ გექნება, ეხლა რო გაქვს. იმდენი ძალებიც აღარ გექნება, ეხლა რო გაქვს. ამიტომ შენ თუ ეხლა შენს ძალებსა და შენს დროს სწორად მოახმარ შენს ნიჭს, ანუ თადარიგს დაიჭერ და გადადებ იმ
საცდურებს, ბევრი მაცდუნებელ რაღაცებს, რასაც ბევრი დრო და ენერგია ჭირდება, შენ იქნები ნამდვილად წარმატებული. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებ და არ გადადებ და მოგინდება რომ მოდი გავერთო რაღაცეები ვათვალიერო ტყუილა არაფრის მომცემი. შენ გამოვარო ნიჭი კი გაქვს, მაგრამ ამ ნიჭს დრო და ძალები არ დაუთმე და ეს ნიჭი დაჭკნა, აღარ გაიფუჭკნა, არ აყვავდა და შენ წარუმატებელი შეიძლება იყო. ახლა თქვენ გადაწყვეტეთ, გინდათ რომ წარმატებული იყოთ თუ გინდათ რომ ტყუილად დაკარგოთ აი ამ გაჯეტებში დრო. ახლა შეხედეთ, დაუშვათ ორი ადამიანია, ორი მოჭიდავეა. და იციან რომ ერთი თვის შემდეგ ესენი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. რა ქვია იმ კუდრაჭას? ელენე? ემილი. დაუშვათ ორი მოჭიდავეა. ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, ერთი თვის მერე აქვს შეჯიბრი. ერთი ვარჯიშობდა, ძალიან ბევრს ვარჯიშობდა დღის განმავლობაში. მეორე კი ათვალიერებდა გაჯეტებში. დატამზე რომ ერთმანეთს შეხვდებიან, რა მოხდება ხო არ იცი? ის მოიგებს ვინც ვარჯიშობდა. და ეგ არის ზუსტად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა ხნით ის თამაში და გართობა, ეხლა თქვენი დაუშვათ თქვენი თაობის გამოგონილია, თქვენი დროს გამოგონილია ეგ გაჯეტებიდან. ახლა ისევე როგორც ჩვენ დროს, აი თქვენი მშობლების დროს ვიღაცა რეზინობანას თამაშობდა და შვიდქოს თამაშობდა თუ წრეში ბურთს, მაშინ რა ეკრძალა ვინმეს ბავშვისთვის დაახლოებით ის იქნა, მაგრამ მთელი დილიდან საღამომდე ეგ კი არ იყო. ესმით? ზომიერად თუ გამოიყენებ და სწორად თან ახლა ნახეთ იმ ჩვენი ბავშვობის თამაშებში საფრთხე არაფერი არ იყო. პირიქით დარბოდი, უფრო გაკაშდებოდი, მუხლი გიმაგრდებოდა, მეგობრებთან ცოცხალი ურთიერთობა გქონდა და აი ამ გაჯეტებში საფრთხე რა არის, იცი? შეიძლება ისეთი რამე ნახო, რაც შენი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელია და დაგაზიანოს ამა. ფსიქიკა დაგიზიანდეს და ერთხელ დაზიანებული ფსიქიკა ეგრე ადვილად კი ვერ აღდგება. მერე კიდე თქვენს ლამაზ თვალებს უნდა გაუფრთხილდეთ. ეს რომ ხედავს კარგად, იმითი თუ დაზიანდა, კიდევ კი არ დაინახავს ეგრე კარგად. ესმით? აი ამებს უნდა გაუფრთხილდეთ. რა ვსაყვარებ? აბა? ხანდახან იმიტომ არასრულებს, რომ შენ პატარა დაიკო ხო არ ყავს. დიდი? ვის ყავს პატარა დაიკო, ან ძამიკო? რამდენი წლისაა? 1 წლისაა შენი დაიკო. ეხლა შენ ხო ძალიან გიყვარს შენი. აი რო გითხრას რაღაცა ხელები დამაბაინო, ხო დაავაინებ სიტყვაზე. გამასეირნე ეზოში გაასეირნე. შეიძლება ზოგჯერ გეზარებოდეს, მაგრამ ძალიან რო გთხოვს, კარგი იტყვი, გადადებ შენ საქმეს და გაასეირნებ. მაგრამ დაუშვათ ახლა მე არ ვიცი მან ფეხზე სიარული იცის თუ არ იცის. დაბაჯბაჯებს? აი დაუშვათ ესე რომ დაბაჯბაჯებს და სამზარეულოში გქონდეთ, დაუშვათ აი ვარდისფერტარიანი დანა ხომასწონთ ხოლმე ბავშვი ესე გოგოებს განსაკუთრებით. და აიღოს ეს დანა ძალიან მოეწონა და ამ დანასთან ერთად რომ უნდა რომ იბაჯბაჯოს. და შენ რო გითხრას რა ქვია სახელი? ნია. რო გითხრას ნია ჩემო დაიკო შენ დავუშვათ თუ ცვათ ძალიან კარგად ისწავლა ლაპარაკი და რო გითხრას შენ ხო ჩემი და ხარ ძალიან გთხოვ რა ცოტა ხანი ავიღებ დანას და აქეთ-იქით ვიბაჯბაჯებ. ნია დართავს მაგის ნებას. მაგ თხოვნას შეუსრულებს. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება სულ იმიტომ რომ სულ ცოტა შეიძლება ხელი გაიჭრას, მაგრამ დანარჩენზე აღარაფერს აღარ ვიტყვი. ხო, ჯარი წერია. ნახე რას ვამბობ, ღმერთი ჩვენ უყვარვართ ისევე როგორც და იმაზე მეტად. აი ნიას ხო უყვარს თავისი და ჩვენ ხო გვიყვარს ჩვენი დაძმები, მაგრამ ღმერთი როგორ მოგცემს ისეთ რაღაცას, რაც ჩვენ გვაზიანებს, თუმცა იმ პატარა ცუნცულამ ნიას დაიკო. რა იცის რომ ეს დააზიანებს? არ იცის. მას გონია რომ ეხა რაღაცას უშლიან.
აი მოეწონა და რაც მოეწონა, რატო არ უნდა აიღოს, ვერ ხვდება. მაგრამ რო გაიზრდება, არც ის პატარა ცუნცულა არ მისცემს თავის პატარა ძამიკოს თუ დაიკოს ხელში ისეთ რამეს, რაც დააზიანებს. ხმას ჩვენ უყვარვართ და გვიფრთხილდება არ მოგცეს რამე ისეთი, რაც ჩვენ გვავნებს. ვისაც აჯერავს, უნდა შეეკითხო. ვისაც აჯერავს, უნდა შეეკითხო. იცი რატო არ ჯერავს? ან არ უნდა რომ დაიჯეროს. ან კიდე შეიძლება გულწრფელად ვერ წარმოუდგენია. მაგრამ დავუშვათ ვიღაცას ნაყინი არ აქვს ნაჭამი. და შენეუბნები, როგორ არ ჯერავს, იცი რა გემრიელია? თუ არ გასინჯა, ხო ვერ დაიჯეროს. უნდა გასინჯოს, უნდა სცადოს და თუ გულწრფელია, ის მიხვდება რომ გემრიელი. თუ ადამიანი გულწრფელია ღმერთთან მიმართებაში, მიხვდება რომ ღმერთთან ერთობით ის ძალიან გახარებული. რა? რად გინდა რომ მოიშორო ეგ დარდი? იცხოვრე მაგ დარდთან ერთად. მეგობრის სიყვარულის გამო, აბა მაგას როგორ მოიშორო? ილოცე მისთვის. რა არის? დრო რო გავა, მაინც ეგ დარდად დარჩება. თუმცა ეგ ტკბილი დარდი იქნება. ეგ არ იქნება ისეთი დარდი, რომ მაგან შენ დაგაზიანოს. თუმცა რას იზაობა? რო არ გყარებოდა, არც ეგ დარდი არ გექნებოდა. ეგ დარდი შენი მისადმი სიყვარულის ნიშანი. მე გამიჩნდა ილოცე ხოლმე მისთვის, ილოცე. არასდროს არ დაივიწყა ეს ანთებს რო აანთებ, წირვას რო დაესწრები, სეფისკვერი შეგზავნე, რომ მღვდელმა მის სახელზე კვეთოს ნაწილები ამოიღოს და ეს მისთვის დიდი მადლი იქნება, მოიხსენოს იქ. ხო მონათლული იყო, ხო მართლმადიდებელი. იმიტომ ამბობ, რომ მოუნათლავის მოხსენიება წირვაში არ შეიძლება. ეს უკვე იყო. ხო არ დაგღალეთ? აი ნიკოლოზი კი დავღალე. ეგრე უღლი ხოლმე ყოველ კვირას და შაბათს. და არა მარტო. რა უკვე თუ არ დავიღალებთ არაფერი გამოდის. როგორ უნდა დავძლიო სიბრაზე, რომ გავბრაზდები სულყვირიო. ბავშვებო, ყველაფერი. რაც ბავშვებო თუ მშობლებო, არ ვიცი. ვისი დაწერილია, მაგრამ ახსარებით ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. ახსარების მადლით, იმიტომ რომ ეს არის საღვთო მადლი, რომელიც მოქმედებს ახსარების დროს და ეს საღვთო მადლი არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. ჩვენს უძლურებებს, სისუსტეებს გამკურნებს. თუ რამე სულიერად გვაკლია, იმ ნაკრულევანებს სული წმინდის მადლი ამოავსებს. ამიტომ ჩვენ თუ გვაქვს შეხება ღვთის მადლთან, აი ამ საიდუმლოებების მეშვეობით, იქნება ეს ახსარება, ზიარება, ზეთის კურთხევა, ნათლისღება, მირონცხება, მღვდლობა და ქორწინება. აი 7 საიდუმლო არსებობს. თუ გვაქვს შეხება ღვთის მადლთან აი ამის მეშვეობით, მაშინ ჩვენი სული ნელ-ნელა განიკურნება. როგორ ვილოცოთ სწორად ჩვენს ასაკშიო? რომელ ასაკში? ეხლა ყველა ასაკს თავის შესაბამი. ეხლა მაგალითად, როგორ ვილაპარაკოთ ჩვენს ასაკში სწორად? აი როგორ ვილაპარაკოთ? როგორც ვლაპარაკობთ, ხო ვლაპარაკობთ ეს. ამიტომ ჩვენი სიტყვებითაც შეგვიძლია ვილოცოთ, მაგრამ ამავე დროს არის დაწერილი ლოცვები, არის საბავშვო ლოცვანის წიგნებიც არის უფრო დიდებისთვის კი, აბა რა უნდა ილოცოთ. რამდენიც შეგიძლიათ, იმდენი უნდა, ეხლა თქვენი მდროს ვერ ილოცებთ დიდები რომ ლოცულობენ. ოღონდ ის დიდები, რომლებიც ლოცულობენ. ზოგჯერ დიდებიც არ ლოცულობენ. რა? როგორ უნდა იმარხულოს 12 წლის ბავშვმა? აი 4 შაბათი პარასკევი მაინც უნდა იმარხულოს. დანარჩენ დღეებში თუ ხორცისგან თავს შეიკავებს, ეგეც ძალიან კარგი იქნება. და
ოთხშაბათს და პარასკევს თუ ესე იგი რა ერქვა სახელი ემილი როგორც თქვა თუ გაჯეტებისგანაც იმარხულებს ანუ არა იღებს ეს კიდევ უფრო კარგი იქნება რა მაისური რა თუ შეიძლება როგორ შეიძლება ეხლა ზაფხულში პაპანაკება სიცხეში როგორ არ უნდა მაგრამ მოკლე შარვალი არ უნდა ჩაიცეს ეს უფრო იმიტომ რომ კაც საერთოდ ესე მოკლე შარვალი ბავშვებს კიდე არ აუშავს მაგრამ ცოტა რომ წამოიზრდება მე აი რაღაცნაირად ისე არ მიყვარს ხოლმე არ ვიცი რამდენი წლისა ვიყავი მაგრამ ცოტა რომ წამოვიზარდე ისე მეუხერხულებოდა ხოლმე და მოკლე შარვალს აღარ ვიცამდი ხოლმე ხა მე კი არ ვამბობ ვინც იცავს ის აშავებს მეთქი მაგრამ ზოგჯერ არის რომ ეხლა უკვე მოზრდილი ადამიანია და მოკლე შარვალი აცვია და გულმკერდი გადაღეღილი და არ უხდება კაცს ის კი არა რა საოცარი ამბავია ჩვენ გვყავდა სულ ეუბნები ხოლმე აი ამ თემაზე რომ ჩამოვარდება საუბარი მამა მაქსიმე ჭანტურია ესეთი სასულიერო პირია ჩვენ სასულიერო აკადემიაში გვასწავლიდა ეკლესიის ისტორიას და ასკეტიკას გვასწავლიდა ის გვიყვებოდა ერთხელ ასეთ რამეს ბიძა ჩემი ამბობდაო ჩვენ რო პატარები ვიყავით აი აძალათ ხო ჩოხა ეცვათ ხოლმე ხო გინახიათ ჩოხა კაცო ჩოხის კალთა რო გადაუვარდებოდაო ადამიანსო სიცხვილად ითვლებოდა აი ხა მაგალითისთვის ვიტყვი ეხლა ამ შესამოსელსაც მე რაც მათი ამას ჩოხასაც უწოდებენ აი ასეთი ფორმით რომელიც არის შეკერილი ეხლა მაგალითად მე ამის შიგნიდან შარვალი მაცვია ჩვეულებრივად როგორც თქვენ გაცვიათ მაგრამ აი ეს კალთა ჩოხის კალთა რო გადაუვარდებოდა და შარვალი გამოუჩნდებოდა სიცხვილად თვლიდნენ და დღეს შარვალი კი არა რა ვიცი როდის შეიძლება ტყუილი ვთქვათ? ტყუილი შეიძლება ვთქვათ იქამდე სანამ დავიბადებით. სანამ დავიბადებით, ეხლა დაგაგვიანდა უკვე. ეხლა აღარ შეიძლება. აი სანამ დავიბადებოდით, მანამდე თუ მოვახერხებდით და რო დავიბადეთ უკვე ადამიანს ღმერთმა უთხრა რომ აღარ შეიძლება. იმიტომ რომ ღვთისგან შექმნილი ვარ ჩვენ და ღვთისგან მოცემული კანონები არსებობს და ჩვენ ის უნდა დავიცოთ. შენ როგორ ფიქრობ, მაინც როდის შეიძლება რომ ვთქვათ? რა? როცა შენი მეგობარი ცუდად გექცევა, როგორ უნდა ვიყოთ მის მიმართ? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სიკეთით გადაუხადოთ ყველა ის საქციელი, რასაც ცუდად გვიკეთებს ჩვენ, რაც ცუდი გაგვიკეთებს. და თუ ის მართლაც კეთილგონიერია და თუ ღირს მასთან მეგობრობა, გამოჩნდება აუცილებლად. თუ ჩვენ ცუდად მოვექცევით, ეგ უკვე არ ივარგებს. თან ახლა თქვენ ხო მეგობარზე ლაპარაკობთ, ბავშვო, მეგობარი როგორ შეიძლება ცუდად მოგვექცეს? მეგობარი ის არის, ვისაც ყველაზე მეტად უფრთხილდებით, ვინც ყველაზე მეტად გვიფრთხილდება. თუ მაინც რომელიმე ადამიანი ცუდად გექცევათ, აი კლასში, ახლა თქვენ მეგობარს უწოდებთ თუ რას უწოდებთ, მიდით და დაელაპარაკეთ, ზოგჯერ იცი რა ხდება? ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ შენ ეს გწყინს. უთხარი რომ მე აი ეს შენ რო ასე იქცევი, მე ძალიან მამწუხრებს ეგ. თან ჩვენს ურთიერთობასაც ესე აბა როგორ გავაგრძელოთ და თუ გინდა ჩემთან მეგობრობა, მაშინ ეს ამას მოღარ გააკეთებ. გესმის? და თუ არ გინდა ჩემთან მეგობრობა, მაშინ კი ბატონო, შენთვის იყავი, მე ჩემთვის ვიქნები, მაშინ სულაც მოგვექნება ერთმანეთთან შეხება. გესმის? ეს ძალიან ცუდია ესე რო უთხრა. ეს უკიდურესი მდგომარეობაა, რომ მოდი შენთვის იყავი, მე ჩემთვის, მაგრამ
თუ არ გამოდის და საბოლოოდ ესეა რომ მაინც ცუდად გექცევა და ცუდად გექცევა, მაშინ სხვა გზა არ რჩება. და თუ დაფიქრდება და გააცნობიერებს რომ ცუდად მოგექცენ, მაშინ შეიძლება ყველა ეს საუკეთესო მეგობრებიც კი გახდეთ. ეს აქილევსის ქუსლივით ბოლოში უნდა შემოვინახო, წეღარ რომ ვერ გავიგე. როგორი ადამიანი გირჩევნიათ, ღარიბი თუ მდიდარი? ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო. თუ ადამიანი არის, თუ ადამიანია, აი იმ გაგებით, რაზეც ჩვენ წეღან ვისაუბრეთ, ადამიანი, ღარიბია თუ მდიდარი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც სიღარიბია თავისთავად ადამიანის ღირსება და არც სიმდიდრე. არც სიღარიბია თავისთავად ადამიანის ნაკლი და არც სიმდიდრე. გააჩნია ის ღარიბი თუ მდიდარი როგორ ცხოვრობს. როგორი ადამიანი. აი ამაზეა დამოკიდებული, თორე ის რომ ვიღაცას ეხლა სიტყვაზე ვამბობ, ადამიანს ბოლო მოდელი ტელეფონი ეჭირება თუ სულ პირველი გამოსული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გესმით? ის როგორც ადამიანი არ განისაზღვრება მაგით. რაცია საცხოვრობს და ასე შემდეგ. იესო ქრისტე იმ გამოქვაბულში იშვა, დაიბადა, სადაც ცხოველებს ღამეს ათევინებდნენ ხოლმე. განამას არ შეეძლო, რომ დიდრულ სასახლეში დაბადებულიყო. თავარია შინაგანად როგორია ადამიანი. რა, აბა რაღაც სამბობთ. არ აქვს მნიშვნელობა თუ ღარიბია და თუ მდიდარია. ანუ უნდა იყოს კეთილი ადამიანი. კი ბატონო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ მე აი ესე თქვენნაირად რომ ბავშვები მოდიან ხოლმე, ბავშვებო. თქვენნაირად რომ ბავშვები მოდიან ხოლმე. ხშირად გამიგონია რომ სკოლაში იმის გამო რომ ვიღაცას სხვაზე ნაკლები აქვს, ზოგი დასცინის, ზოგი რაღაცას ამბობს. აი ვინც ამაზე გაიცინებს, ის არის უღირსი საქციელი. ეგ არ შეიძლება. ეგ ადამიანს არ შეშვენის, რომ მაგის გამო ვიღაცას დასცინო. თუ დაუშვათ ატყობ რომ რომელიღაცა ბავშვს აი სიტყვაზე ამბობს. მთელი წელი ერთი და იგივე შარვალი აცვია და ვიღაცა იცინის ამის გამო, ნახეს რომ ერთი და იგივე ერთი დადის. და თუ გული შეგტკივან, შენ თუ ყოველ კვირა სხვადასხვა იცავ. ერთი იმისთვისაც გაიმეტე, არ შეიძლება. და აღარ ივლის მთელი წელი ერთი და იგივეთი. არ შეიძლება ესე ვიღაცას დასცინო იმის გამო, რომ სხვაზე ნაკლები აქვს. ყველა ოჯახს ერთნაირი შესაძლებლობა კი არ აქვს. ისე რომ მე მირჩევნია ადამიანი. მდიდარია თუ ღარიბი, ეგ მერეა საკითხი. რა? ადამიანი ღარიბი იყოს, სახიათი ის, მაგრამ დილობიანი იყოს და უიცი და კეთილი, მაგრამ ვინცაც დიდარი იქნება, ადამიანი იქნება, ის შეიძლება დილობიანი იყოს. კი ბატონო, ყველა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ძლდილობიანიც იყოს და უზრდელიც, დიდარიც და ღარიბიც. კი ბატონო. მამაო, როგორ დავძლიო სიზარმაცე, რომ გავხდე წარმატებული. ბავშვებო, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა შედეგს მოგვიტანს ერთი და რა შედეგს მოგვიტანს მეორე. გესმით? აი შედეგზე რო იფიქრებ, აი სიტყვაზე ვამბობ. სპორტსმენი მიდის სპორტ დარბაზში. თუ იფიქრებს იმ შედეგზე, რამხელა ბედნიერება იქნება ჩემს უკან საქართველოს დროშა რო აღიმართება, აი რომ ჩემპიონი გავხდები. აი ეს ფიქრები მას ძალას შემატებს, რომ ივარჯიშოს. თუ ეს იმაზე იფიქრებს, რომ ეხლა როგორი ძნელია გადავიდე, გაოფლიან და იქ ვირბინო, იქ ვიჭიდაო, თუ იქ რაღაცა ილეთები, ანუ თუ ამ შრომაზე იფიქრებს, რომ როგორი ძნელია, ის შეიძლება გაზარმაცდეს. თუ შედეგებზე იფიქრებს, ეს შედეგებზე ფიქრი უფრო მიეხმარება მას. თქვენი მშობლებიც ესე არიან. მოდი ერთ რამეს დავაკვირდეთ.
თქვენი მშობლები ბავშვებო დილიდან საღამომდე შრომობენ. მათ ეს შრომა კი არ უხარიათ. აი ეს ჯაფა და ეს ტანჯვა და იმ სიცივეში თუ იმ სიცხეში თუ იმ სხვადასხვა სამსახურებში იმ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა თუ ბევრი განსაცდელები არსებობს. ეგ კი არ უხარიათ. მაგრამ რა აძლევინებთ იცი ამ შრომას? რო ფიქრობენ რომ ჩემი შვილი აი ამ შრომის შედეგად დაყურებული იქნება, ჩასაცმელი იქნება, არ შესწივდება, იმ მასწავლებელთან რო ივლის, იმ გადასახადს გადავიხდით და ასე შემდეგ. გესმით? ანუ თქვენზე ფიქრი, თქვენს კარგად ყოფნაზე ფიქრი, თქვენს მშობლებს ჯაფას უადვილებთ. გესმით რაზე ალაპარაკ? თქვენც ესე თქვენ რო იფიქრებთ შედეგზე და არა იმ სიძნელეზე, აი თქვენ უფრო მეტად გაყოჩავდებით. ერთი გადარჩა და მერე ის რა საკიდან უნდა დავიწყოთ ლოცვა. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ. უკვე. აი ვინც კითხავს და უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ. თუ აქამდე არ დაგიწყია რა უშავს? აღარ გადადო. აი დღეს საღამოთიო რომ მიხვალ ხატების კუთხესთან, მადლობა უთხარი ღმერთს რომ ეს შვიდად ჩამთავრდა დღევანდელი დღე. ახლა აქილევსის ქუსლი, ხო? ანუ მოდი მე ესე გავიგე ეს შეკითხვა. მოდი როგორც გავიგე ისე უპასუხებ და თუ არასწორად უპასუხე, მაშინ არ ჩამითვალე, რა? ესე იგი მე ესე ანუ ის წარმოდგენა რომ ბავშვები მარტო იმაზე იყვნენ გადართული რა ვჭამოთ და რით გავერთოთ აი ამ მოჯადოებული წვიდან როგორ გამოვიყვანოთო მე ესე გავიგე არის შეიძლება ვცდები ეგ ესეა ანუ რა ვჭამოთ რითი გავერთოთ მარტო მაგაზე რო არ ფიქრობდეს ბავშვი აი აქედან რითი გამოვიყვანოთ როგორ მაგას ბავშვებო ცდილობს მარტო პირუტყვი რომ ჭამოს, დაიძინოს, გაერთოს ადამიანი სულ სხვა მოწოდებისაა. ადამიანი ღმერთს უნდა მიემსგავსოს. ადამიანმა რაღაც უნდა შექმნას. აი მაგალითად თქვენ რომ იაკობ გოგებაშვილი გაგგონია. ეხლა იაკობ გოგებაშვილს რომ მარტო იმაზე ეფიქრა რა ეჭამა და რითი გართობილიყო. იმ დიდებულ თხზულებებს შექმნი და ვერ შექმნი. მაგალითად, აი ესე იგი, წეღარო თქვით, ცოტნე დადიანი. რო ეფიქრა იმაზე, რომ როგორ გავერთო და როგორ ჭამო და იმ საგმირო საქმეს ჩაიდენ და ვერ ჩაიდენ და ეხლა უნდა წასულიყო წარმოიდგინე. იმ პაპანაკება სიცხეში თაფლი წაესო, მერე ეს ბუზები დახვეოდნენ, კმენარები, კრაზანები ზედ დახვეოდნენ. უნდა დატანჯულიყო და რაზე ფიქრობდა მაშინ გართობაზე? მეგობრებზე, აი რა კარგად თქვით, მეგობრებზე. როცა იფიქრებ იმ ამაღლებულზე, იმ დიადზე, იმ ღირსეულზე, რაც უნდა შექმნათ თქვენ, რა? ჯერ დაფიქრდე და თან ეხა იცი რისი თქმა მინდა. მე ვიცი დაგღალეთ, მაგრამ ეს ბოლო შეკითხვა იყო. ესე იგი, თქვენგან შეიძლება ბევრი ღირსეული საქმე გამოვიდეს მომავალში. ბევრი ღირსეული საქმე შეიძლება გამოვიდეს. ვინ იცის, რამდენი თქვენგანი როგორი წარმატებული სპორტსმენი იყოთ, როგორი წარმატებული მომღერალი თუ მწერალი თუ პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე თუ ვიღაც შეიძლება სასულიერო პირი ესეთი ვინც ხებს ესე ანუგეშებს და რამდენი ღირსეული საქმე თქვენგან შეიძლება გამოვიდეს და მაგრამ თქვენ თუ მარტო იმაზე იფიქრეთ რა ვჭამოთ და რითი გავერთოთ არაფერი არ გამოვა მაგრამ თქვენ თუ იმაზე იფიქრეთ ჩემგან რა შეიძლება გამოვიდეს რომ ჩემ სამშობლოს რითი ვემსახურო რითი იდიდებოდეს ღმერთი ჩემს გამო აი მართლაც გამოვა რაღაცა და ყველასგან შეიძლება გამოვიდეს უკლებლივ ყველასგან არც ერთი არ არის აქ გამონაკლისი იმიტომ რომ ღმერთმა ყველაში ჩადო ამისი შესაძლებლობა
სულ ყველა ადამიანში. ბავშვებო, მოდი ახლა ეს ძალიან ესე მძიმე მინორული ნოტით რო არ დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. ერთ პატარა ვიდეოს გაჩვენებთ. ჩვენ